გამარჯობათ მეგობრებო, მინდა რომ გაგიზიაროთ მორიგი აღქმა, მორიგი შთაბეჭდილება, მორიგი ხედვა, რომელიც ეხება სტიქიათა, ასე ვთქვათ, ურთიერთქმედებას და სტიქიათა შეიძლება ითქვას ერთგვარ ბალანსს. აი საინტერესოა შემდეგი, რომ როდესაც ჩვენ ვცდილობთ როდესაც რაღაცას გავაცნობიერებთ და ამ გაცნობიერებულს, როდესაც ჩვენ უზიარებთ მაგალითად რომელიმე ადამიანს, რომელიმე არსებას, რომელიმე ქმნილებას და თუ ასე ვთქვათ, მეორე არსება, მეორე ქმნილება, აი ამ რაღაცასთან მიმართებაში ხშირად არის ხოლმე, რომ რაღაც ისეთ იმას ავლენს, აი მაგალითად ავლენს მიწიერ მეს, ავლენს მიწიერ ბუნებას. საინტერესოა და აი როდესაც ჩვენ ამ რაღაცას უზიარებთ, იმაში ვართ და ის გამოავლენს თავის მწიერ ბუნებას, ეს არის სწორედაც რომ სტიქიათა ურთიერთქმედება, ეს არის ასე ვთქვათ, მიწისა და აირის ურთიერთქმედება და აი თუ კარგად დავაკვირდებით, ჩვენ შეგვიძლია ადამიანებში დავინახოთ ეს მწიერი ბუნება და ასევე ჩვენ შეგვიძლია ადამიანებში დავინახოთ აიროვანი ბუნება. საინტერესოა რომ აიროვანი ბუნების ადამიანებს მათში არის შედარებით გამოვლენილი ცნობიერება, ისინი, ასე ვთქვათ, მათში არის შედარებით, ასე ვთქვათ, ერთგვარი მენტალი, რომელსაც, ასე ვთქვათ, რანაირად ვთქვა. ხოლო მეორე ტიპის ადამიანებში ჩვენ ხშირად ვხვდებით ხოლმე, ასე ვთქვათ, გამოვლენილ მიწიერ მეს, მიწიერ ბუნებას და ეს მიწიერი მე არის ხოლმე, ასე ვთქვათ, როგორც წესი, შემდგარი რაღაცა ისეთი იმით. აი, როგორ ვთქვა, თავადმოძებნეთ შესაფერისი სიტყვა, მაგრამ ალბათ გასაგებია, რასაც ვამბობ. და აი ამ ორ შორის ხდება ურთიერთქმედება და აი საინტერესოა შემდეგი, რომ თუ ასე ვთქვათ, ამ ჰაერის სტიქიაში მყოფ მაგალითად ადამიანს, რომელიც რაღაცას უზიარებს, რაღაცა შეხვდება შედარებით მიწიერი მეს მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, აი თუ მისი მიწიერი მე იქნება ამ ჰაერის სტიქიასთან ურთიერთქმედებაში ისეთი, მაშინ მათ შორის შედგება შესაბამისი კარგი კავშირი და შეიქმნება ჰარმონია, ხოლო თუ ესენი ერთმანეთს ძალიან იქნება აცელილი და გაცელილი, მაშინ ვერ მოხდება ნორმალური ურთიერთქმედება მათ შორის. და აი სხვათა შორის ისიც ხდება ხოლმე, რომ აი ვისაც ძალიან ისეთი ცნობიერება აქვს, მე როგორ თქვა, ხშირად აქვს ხოლმე მიწიერი მეს რაღაც ისეთი გამოვლენებები და როგორც ჩანს, საბოლოო ჯამში ესეც ერთგვარი ბალანსია, ვინაიდან და რადგანაც ადამიანი საბოლოო ჯამში მოიცავს როგორც რაღაც აიროვან ბუნებას, ის ასევე მოიცავს მიწიერ ბუნებას. ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ როდესაც გასერთი ერთს, უნდა იცოდე, რომ ადრე თუ გვიან შენ მოგიწევს, როგორც ჩანს, მეორის გაწონასწორებაც და აი ეს გაზრდა უნდა ხდებოდეს მეორესთან ჰარმონიის მიმართებაში, აი ეს საინტერესოა, ჩვენ თუ ვზრდით აიროვან ბუნებას, ჩვენ თუ განვითარებთ მენტალს, ჩვენ თუ ვიწყებთ მენტალურ დემიურგიას, უნდა ვიცოდეთ, რომ ასე ვთქვათ, ამ ყველაფერს უნდა ავაყოლოთ მიწიერი მეს. ხოლო თუ ჩვენ არ ავაყოლებთ მიწიერ მეს, საინტერესოა, რომ როგორ თქვა, ის არ იქნება ალბათ ჰარმონიზირებული, ხოლო თუ მიწიერ მესაც ავაყოლებთ, ჩვენ მივიღებთ ჰარმონიზირებულ მდგომარეობას. აი საინტერესოა ასევე, თუ კარგად ავაკვირდებით, რომ აი მაგალითად ადამიანებს, რომელსაც აქვთ განვითარებული ეს აიროვანი ბუნება, ჰაერის სტიქია, რომელშიც არის შედარებით დომინანტი და აი მაგალითად თუ შეხვდება მას, აი როგორ თქვა, მას დასჭირდება ასეთივე ბუნების მქონე, მაგალითად ასეთივე მიწიერი მეს მქონე ადამიანი არსება ქმნილება, ვინაიდან და რადგანაც მას დასჭირდება სათანადო გაწონასწორება და ეს ნორმალურია, იგივე სიტყვოთი მიწიერი მეს მქონე ადამიანზე, მიწიერი ბუნების მქონე ადამიანზე მას დასჭირდება, ასე ვთქვათ, ამ ჰაერის სტიქიის მქონე, ჰაერის სტიქიის ისეთი ადამიანი არსება ქმნილება, რომელშიც არის შედარებით მოქმედი ჰაერის სტიქია. ანუ
ამ ორს ერთმანეთი სჭირდება. ეს ორი არის ერთმანეთის ბალანსი, ასე რომ საინტერესოა. და მივედით შემდეგ გაზრებამდე, რომ ან თუ ზრდით ერთს, ჩვენ გვჭირდება მეორეც. თუ ჩვენ გავზრდით ჩვენს მიწიერ ბუნებას, მაშინ ამ ყველაფერთან ერთად უნდა განვავითაროთ ჩვენი მენტალური აეროვანი ბუნებაც. ხოლო თუ კი ჩვენ გავზრდით მენტალურ ბუნებას, ამ ყველაფერთან უნდა განვავითაროთ ჩვენი მიწიერი ბუნებაც, რათა მივიღოთ ბალანსი. მადლობა, საინტერესო იყო. ღმერთმა დაგულოცოს და გაგვაცილიეროს. უგანიჭოს მისივენების შესაძლებლობის შესაძლებლობის გაუმჯობესება.